გუგუნია სულ გუგუნი იქნება. კაცმაო, ეს არის ლუკა შემოქმედება და მალაჯეც. შეხე, იცი ძმაო, გემონება აქვს რა. ოჩახი იორგი. შეხე, აჰა. რა უნდა იცი? ჩვენ აქ დღეს შევქმნით ჩვენი პატარა სამეგრელო. ჩვენ გვერდით არის ჩვენი გიორგი ხინკირია, ჩვენი ლუკა გაბელაია, სულ გუგუნის ბიჭები და მე თქვენი მონამორჩილი სერბადრი. დღეს ჩემო ძვირფასო მაყურებლებო, გამომწერებო და არამატო გამომწერებო, დღეს მინდა შემოგთავაზოთ აი მთელ საქართველოში, არამატო საქართველოში, მთელ მსოფლიოში ყველაზე სახელგრანთქმული, ყველაზე ცნობილი დუეტი, ტანდემი ეს არის ხომის და ნიგზიანი ხარჩოს დუეტი და ჩვენი დუეტიც ზუსტად ამ კერძებზე შეიკრა, ჩემო ძმებო. ასე რომ ხარჩო ნიგოზე და სერბადრი აკეთებს. ასე რომ დაალაიქეთ, გამოიწერეთ და დავიწყოთ. პირველ რიგში ბიჭებო ჩვენი როლები უნდა გავინაწილოთ. ეხლა და დავყოთ ისე როგორც გიორგი იქნება შეფი. გიორგი იყოს შეფი, წამყვანი შეფი. წამყვანი შეფი. წაიყვანოს. ანუ კულინარიის დარგში, კულინარიის თემაში იქნება ლუკა რასაც იტყვის, ყველაფერს ვემორჩილებით მე და გიორგი. და მე მაინც სერბადრი ვარ ეხლა და მაშინ ვედი სუშები. შეფი და სერბადრი. ესე ვიყავით ჩემ მეგობრებთან კიდე აქ. რა სიტყვები უსაუბრეთ? მაყურებლებსაც რო გავაცნოთ, რა გავაკეთეთ და როგორ გავაკეთეთ. პირველ რიგში, ვინაიდან და რადგანაც ეხლა ყველამ კარგად ვიცით, რომ დრო სჭირდება ხორცის მოხარშვასაც და დაგვავიწყდა წეგან გვეთქვა, რომ საქონლის ხორცის ხარჩოა. კი ბატონო. სხვადასხვა ისინი არის კიდე. იგი მე გარკვეული ვარ თქვენ არ გეშლებათ ეხლა. კი ბატონო. ხო და პირველ რიგში ხორცი მოხარშული მოვიტანე მე თქვენთან და დანარჩენს მე ლუკა როგორც საჭიროა ჩემო გიორგის ემიხვება. გამზადებული, გარეცხილი, გაპრიალებული მენდეთ რომ ჩემი ხელით მოყვანილი სიმინდი. წალენჯიხაში ჩემი ხელით მოყვანილი სიმინდი და სიმინდის ღერღილი, ფქვილი ყველაფერი აქ გვაქვს, რაც თავარია და დავიწყებ ნელ-ნელად. და მე მინდა რომ გითხრათ ჩვენი აი, უნდა იგრძნოს, ამიტომაც უნდა იგრძნოს, რომ მეგრელები შეიქმნენ და მეგრული სულისკვეთებაა ამ დედაქალაქში. პირველ რიგში მინდა გითხრათ ჩვენი ინგრედიენტები კერძისთვის რაც დაგჭირდება, ეს არის აუცილებლად მისი აღმატებულება ნიგოზი, რომელიც ყველაფერს ამშვენებს და ალამაზებს, ხმელი სუნელები, ეს არის ხმელი კინძი, ყვითელი ყვავილი და ეს კომბინირებულია სხვათა შორის მე რაღაცები გაურიე და ჩემი იმით არის ინტერპრეტაციით, თავის უცხო სუნელი და ყველაფერი უცხო ცალკეც მაქვს, ისიც მაქვს, აჯიკა, მშრალ აჯიკას ეძახიან, ხახვი, ცალკე ნიორი, ტომატი ცოტა, ტომატი რომელიც აუცილებლად სჭირდება და ალამაზებს, ზეთი რომელიც აუცილებლად იმიტომ სჭირდება რომ ცხიმის გარეშე და ქონის გარეშე მოვიტანე მე ხორცი და აუცილებლად ცოტა დასჭირდება ის. მოკლედ, ვიწყებთ ახლა ჩვენ, ჩემო ლუკა. მე ჩამოვთვალე ყველაფერი, ჩემო ძმაო. აბა ბურთი და აბა მოედანი. ამას რახან ხორცის თემა გვაქვს. ცოტა ზეთი დავასხათ და დაიწყოს თავისი ისინი. ზეთთან ერთად. მუშაობები, იმიტომ რომ ცხიმიანი არ იყო ეს. კაი, მე რა გავაკეთო? შენ ჩემო გიორგი მე როგორც ლუკა მითხრა სასწაულად ფლობ კულინარიას. კვერცხს წვავ ესე. სამსავტოს აკეთები. ძალიან გემრიელი საჭმელები შემიძლია რომ გამოვიძახო. გაათი რომ დაიწყებს ზეო. კი ბატონო, გამოიძახე ხა შენ ხახვის დაჭრას მე რაღაცები დაგამოგამები. მანამდე ჩემო ლუკა ხახვი დავჭრათ. კი ბატონო, ხახვი დავჭრათ. ეხლა შეხედე გიო. ხო. აი ესე შეხე. ერთი წვრილად, თან წვრილად უნდა დავჭრათ. ეს წვრილად დაჭრა. აი შეხე, აი შუაზე რო გავჭერით. კი ბატონო. ესე უნდა ჩავსეროთ. აი ეს. აჰა. აი მაგის გაკეთება მინდა მთელი ცხოვრება. ერთხელ ისე მომყვა თითირო. იმედია, აი ეხლა. ნუ გეშინია, არა პრობლემა. თითის მეტი 10 გვაქვს, კაცო. აი რახან წვრილად მინდა ესე იყოს. აჰა, შემდეგი შენ გაიწყე. აჰა, კი ბატონო.
იგი ყველა არამიკაპიცებია. შემდეგი შენი იყო შემოძმო. ესე იგი ჯერ. თან არ დაგავიწყეთ ბიჭო, იქიდან თაწმინდა გვიყურებს. კი ბატონო, სად შემოგწმებოდით სად შემიგრელი ერთად თუ არა თბილისში? თუ არა თბილისში. ასვინის სპონსორი. ავრისკო? როგორც ხდება? ვინც არისკავს ავშონ შამპანი უსვოდა ხა. პირველ რიგში აუცილებლად მინდა გითხრათ და გამცნობოთ რომ აბაშის რაიონიდან არიან წარმოშობით ნეგრელი ბიჭები, რომლებიც ხიარულებიც არიან, საზრიანებიც არიან, პოპულარულებიც არიან და ყველასთვის საყვარლები არიან. აი ხარენ მადლობა. და აი ზუსტად დაბოლოება ის არის, ეხლა საუბრობდით ჩვენ რომ ამ წლის მესამე აურას წვალო. იწვალოს, თუ არ იწვალა ისე საქმე კი არ გამო. ხო და იმას ვამბობდი ბიჭებო რომ იმას ვამბობდი ჩემო ძვირფასებო რომ ჩვენი ლუკა და გიორგი სულ გუგუნის სახელით წელს გახდნენ ჩემპიონები ხიალულთა და საზრიანთა კონკურსში. ჩემპიონები ყავს ამის მისმენე ხო არ ჩატარებულა ხო არა. ბოლო სეზონში ჩემპიონები ხო ხარ? და მე ჩემპიონებთან 11 ჩემპიონები. მე არა ჩემპიონებთან არ მაქვს ნო საქმე. მოკლედ ჩემპიონებთან გვაქვს საქმე და ჩემო ჩემპიონებო ბიჭებო კიდე ერთ რაღაცას გასწავლით ბოდიში სიტყვა გასწავლით და გეკი. აუ შეურაცხყოფა მივაყენებ მეგონი ხავს. სულაც არ გზნობ შეურაცხყოფა. ოჩა. ჩემო შევ მე ამას ღერღილი ახლა გადაწყილი მოვიტანე ეს. ამიტომ სასურველი იყო რომ გაგვეკეთებია ცხელი წყალი. როცა ცხელ წყალს უკეთებთ, ხშირად უნდა ვურიოთ რა. იმიტომ რომ არ დაგვეწვას, ხო? არ მიიწვას, იმიტომ რომ ღომია და ესეთი საფუძვი თემაა, სიმინდის ფილი, სიმინდის ღერღილი რომ ან წალენჯიხიდან არის. წალენჯიხიდან არის. ეხა ჩვენი ჯერია, ებაგინების ჩვენი ჯერი არის. იმედი აბაშლები გვაბატიებენ რომ ეს ხომის ღერღილი არის დავხსნათ მასპინძელი მე ვიყავი და თქვენ მოედანზე იყო დაცი. წალენჯიხიდან. მოგესალმებით. დიდი სიყვარული დაბაშა. ბატონო, წალენჯიხიდანაც და ხო და ასე რომ ცივი რო გაგვეკეთებია ბიჭებო, ცივი არის სანამ აი არ შესქელდება და არ გადიდდება ისა მანამდე არ უნდა ხოლმე მოდება რა. სერ ბადრი მეც მინდა რომ ვიხელთო დრო და რაღაცა ვთქვა რომ ძალიან კარგ საქმეს აკეთებ და ძალიან მაგრად აკეთებ შენ საქმეს რა. მადლობა. იმიტომ რომ ძალიან ბევრი შრომა უნდა ამ ყველაფერს რა. ესე მარტივად არ არის შეიძლება ვიღაცა ახვის დაჭერდა შეათხო რომ ვიღაცა შეიძლება იფიქროს რომ არაფერი წინ კამერა დაიდე და გადაიგე, მაგრამ ძალიან ბევრი რაღაც უნდა რა თან და ამიტომ წარმატებები შენ საქმეში და გიხურებ, გულშემატკივრობ. მადლობა ჩემო. ამას ესე დაბა ბლენდერი გვაქვს რასთავარია. თქვენ არ ვიცით თუ მოესწარით ეხა ჩვენზე ჩემზე. არა რა გასატარებელი ჩემოძმო. სანაყი? არა მაცა კარგი ხარ. აი ესეთი რაღაცა ბადე იყო სეტკის რა. აი ბიჭებმა იციან. ესე ხეხავდნენ რა ეს წყალებში ხო ეს ის არის ჟარგონია, მაგრამ კაი სასტავი დაჯდებოდა ხოლმე. სოფლებში, სამეგრელოში ძირითადად, იმიტომ რომ მანდ მიდის ნიგზის თემა და იმერეჩიდან, ნუ სადაც ნიგოზი დომინირებს. ესე დაჯდებოდნენ და მთელი სოფლის, მთელი პოლიტიკის შუქი არ იყო მაშინ ჩვენ ბავშვობაში ნახევარ იმაში რეგიონში. აი ესე ხეხავდნენ რა. აი, მაგრამ ისეთი ფაფუკი იყო ძმაო, აი ეგეთი ფაფუკი, რავი. იშვიათად, იმიტომ რომ ბლენდერი არ გქონდა და ეხა ბლენდერი გვაქვს, შუქი გვაქვს, ყველაფერი გვაქვს და ესე რატო არ უნდა საქმეს გაკეთება, იცი? აი, მე თუ დავჭერი ეს ხახვი, მე თუ ეს რაღაცები ვარჩიე, ტომატი დავამატებ. ეხა არ თქვა ვერ შევჭამო. არა, ვერ შევჭამ კი, აი, რო თუ დავიხალე მე რაღაც მინდა რომ საჭმელი საერთოდ. არა, მაგას არ. წამოიცი. ო, არ ვიცი ხო და. ეგან ლუკა მათალი აღნიშნა, თავის დასაერთას ხოვდავ. ხო. ხო, ეხა მარტო არის დარჩა გამოძახების ისო, იმედზეო და. ეგა სამნიშნე რომ ორჯერ მაქვს საჭმელი დანაწვავი. კარგად დაგიწია მაგას. მოკლედ, შევ მე თქვენ გაბარებთ ხა ანგარიშს. აუცილებლად დავჭირდებოდა ნახავში ცალკე მაქვს. ამ ნახავშით მინდა რომ გავაკეთო იმის დაბლენდერება იმის რა. ნიგოსთან ერთად ვაბლენდერებთ ნიოს, ხო? ხოლმე ნიოს. და დანარჩენი ყველაფერი აქ კეთდება ხახვი და სუნელები. მაგას ჩემი შეფი მიხედავს. ხოდიში მე მოვჭი ჩემს საქმეს, თუ შენ მოჭი იდეალურად გააკეთე ყველაფერი. აი შენთვის საუკეთესო მეგრული კერძი რომელია? ჩემთვის? ხო. ჩემთვის საუკეთესო მეგრული კერძი ჩემო გიორგი არის. ელარჯი და გებჟალია. გიო რა კარგად დაგიჭრია. ხა აი არა და ლუკას დაჭრილს, შენ დაჭრი ჯობ. მართლა ხო? ვაღიარებ. ძმო, ვაღიარებ. ეს არის.
და ბევრი ხო არა ცოტა კაი იდეა მომაწოდე. შეფ, მეგრულ სამზარეულოსთან გავიგერო ეს ხარჩო თქვენ პროფესიონალი ბიზნესებით მე გიორგის რო დაურეკე მე მომყავს ჩემი შეფიო. პროფესიონალი არ ვიცი, მაგრამ ჩემი აზრით მეგრელი რო ხარჩოს აკეთებს, უკვე მაგას არ შეგვდება ეს რა. თუ ვერ აკეთებს რა? თუ ვერ აკეთებს არა გრელი ხო? მეგრელი ხარჩოს ხო, ან აკეთებს ან არ აკეთებს. შეფი ყავ ჩვენ. კი ბატონო. გარეული ძანდებით თქვენ, წერბადრი. მე როგორც დილეტანტი ამ საკითხში, ესე გისვამ კითხვას. ხუმუ, საიდან მოდის სახელი? ხუმუ, ჩემო გიორგი, ჩემო ძირფასო ადამიანო, ხომი არის თვითონ მცენარე, ცალკე მცენარე. ეს მე ბევრჯერ მithქვამ სადღეგრძელო იმის ქრისტოფორე კოლუმბის. ხო. სადაც კაია, სადღეგრძელო. იმიტომ რომ იმან იქ ამერიკა რო აღმოაჩინა, თურმე იქ ხარობდა ლობიოც და ხარობდა სიმინდიც და რა ვიცი, მაყურებლებო, თუ თქვენ სხვა ინფორმაცია გაქვთ, მე სიგნალი პრობლემა კომენტარში დაგვიწერეთ, ჩვენ ყველაფერს მივიღებთ. ასე რომ კოლუმბთან ერთად მეგრელიც იყო, ხო? კი, მალაშხია, სერიოზულად. მოლაშხი არა, მალაშხი. კოლუმბსაც მეგრელი. მაგრამ მალაშხია, ბოდიში შეიძლება ცდებოდი, ან მოლაშხია იყო, ან მალაშხია. მაგრამ ერთი მეგრელი იყო. ხო და იმ მეგრელმა წამოიღო ერთო ეგ და არ ვიცი, მე სიამოვნებით დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი ღომისგან ღომს, არასოდეს არც გამისინჯავს ხუმუ. ხუმუ. ნიშნავს მაგას, რომ აი იქნება გაკეთებული ღომი. კი. არანაირი ChatGPT და არანაირი Google არ იფიქროთ. ჩვენი ისა ხო? მოდი მეც მოვიდე. ანუ მაგაზე ნავზადებულ ღომს რა. ეხლა გიორგი. კი ბატონო. მაგარ საქმეს გეტყვი ახლა შენ. სანამდე ამაზე მაგას ასმე ჭამ. ეხლა შეხე რამოდენიმე კბილი 1 4-5 კბილი ნიორი დაგჭირდება იმაში რო გავაკეთოთ რა. ხო. დაბლენდერების დროს. იმას შუაზე გადავჭიროთ, რომ კარგად იმ დანას კარგად მოედოს და არ ჩაიხვიოს. და მხოლოდ ნიორი უნდა დაბლენდერების დროს. ეხლა როგორც ვთქვი, რომ ნახარში გვაქმეთი ამის. ამ პაუზის დროს აღნიშნავ, რომ ძალიან მაგარი გარემო არის. ძალიან თბილი დახვედრა და რამდენ გრადუსიანი დახვედრა იყო? გრადუსებით ამზომავთ კონიაკს ზომავთ სიყვარული და 100 გრადუსიანი იყო. ვაგავამეორო. კი, გარ არის. ნამიოკი იყო ისა ხო. ნამიოკი იყო. ჩემო გიორგი, მანამდე ბიჭები ჩამოასხმენ მე ბატონო, მე ვიპოვე ჩემი საქმე თუ მოვიდე იგით. მოკლედ, კაი, ნუ შეშინია, კი არ გავარდება. ორი ხელი რა თქმა უნდა მაგას. აი ესე შეხედე, აქ არის რეჟიმი, პირველი და მეორე. ხო. შენ გადატენილი გაქვს უკვე პირველ რეჟიმზე, ესე ჩაყო. ნუ შეშინია, ჩააწი. აი ესე უხდება, ხოლმე დასვა უხდება სანდალი. აი მაგრამ, ნუ შეშინია. ვიდეო. რომელი დაფოს იბადა. შენ გამოძახების გქონდა და სხვა რაღაცები გწოდნია. ანუ მე ხო ამლეჯერებ ხო? კი, შეხედე ახლა რა ხდება? ნიორი ხო არის მაგაში? მიდი. ამოწიე ჩავწი. გაქიშვილი უნდა ამოწიო. თუ ხედავ შესკელდება, სიმშრალე არ უყვარს იმას. კი ბატონო. ძელი კაი დისკაცია ის წერა რო ამბობი სახელი. არა, მართალი ეს ყველაფერი მე თუ ვაკეთებ, მე გაგემოეკნება. არა, მაგას არ პრობლემა მაგრამ. მე როგორ იცი? შეფასებას ვაკეთებ შენ. აუ, ეს რა მაგარია, ის სხვანაირად გერს მე ფული. შეფ გამელაია. ჭკირი არ უხდება, შეფ გასაკვირი თამაში. დებადო თაფსა არ მოყოლდა. ერთი წამი გააჩერე გიორგი. მოკლედ ჩვენს ხორცს დავამატებთ ახლა ხავს, ჩემს დაჭრილს. მე ამასობაში აქ დამოურევ. გიორგის დაჭრილი არ დამივიწყო და ახლა რა მაგრამ დავჭერე. აი ხო გიორგის დაჭრილსაც. გამოგდელო? ხახი დააბლენდე და დანიშნა. გააგზავნე გიორგი. რომელი იყო პირველი მეორე? აი რა წერია? აი ეს კი. იქ რომ დამაჭერია კი არ გამიშვია. აცერი. და მას მოურევთ. გააჩერე გიორგი და ამას უნდა მოურიო. ეს ჩაგრავენ სუშეფებს რა ეს შეფები. მოიცა როგორ მანამდე რას ვაკეთებ? ხო, ერთ-ერთი ის არის რა. კონტენტ კრეატორი რო აკეთებს რაღაცას რო ელოდება, მანამდე რას ვაკეთებ და სვამს.
მეც მიუბაზავ რა. ჩაგვიტყვა, ნამიოკი ჩაგვიტყვა, გაგვიმარჯოს. და ძალიან კარგად სვამს ის ადამიანი. სხვათაშორის მინდა გითხრათ ჩვენო მაყურებლებო, რომ ბიჭებსაც აქვთ TikTok გვერდი, Facebook გვერდი, Instagram-იც, YouTube-იც. მოკლედ, დანარჩენს მე აუცილებლად გაგაცნობ და გამოიწერეთ. ახლა ჩემგან არ გჭირდება თქვენ იმდენად მაგარ სიტუაციაში არიან ბიჭები და იმდენად ხიარულ საქმეს აკეთებენ. ეხლა ჩემგან ასევე ჩვენი გამომწერები თუ ვინმე უყურებს ამ ვიდეოს, გამოიწერეთ სერბადრის YouTube-ი. და თუ არ უყურებთ უყურეთ. გამიმარჯოს, ჩვენ გამომწერებს გამომარჯოს ბიჭო. გამიმარჯოს. აიხარეთ, გაგიმარჯოს. აიხარეთ გამომწერებო, მომრავლდით და იშენეთ და იხარეთ და თქვენ გენასწორეთ. ხვა უგალეთ იშენდუიჭე. გავაგზელო ეს რაღაც. კი. ოვალ მეც მაცალე. ყველივე. ეს საშუალებადრე. რატო იყოს? აქ რა სუნი ტრიალებს რო იცოდეთ. სუნი მე მგონი. ამ პაუზის დროს მოკითხვა მთელს სამეგრელოს. აბაშას, სენაკს. გაუმარჯოს. ალენჯი ხას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხოროწყუ, ხობი, ბიჭო, არა, მარტვილი რა. მარტვილი, ხო. ტომატი უნდა დავამატოთ. ტომატი უნდა დავამატოთ. იმაში ხორცის და ხახვის მოთუშვის ძროს აუცილებლად. ბევრი არა, ეხა აქ რაც დევს ამის ნახევარი საკმარისი იქნება. ანუ ეგ ალბათ ამიკითხია მომისმენია რამე განსაკუთრებული ინფორმაციებს არ ვფლობ, მაგრამ მე ვფლობ შეგიძლია მკითხონების მე რამ კულინარიაზე. კულინარიაზე მაშინ ერთ-ერთ დეტალს კითხავ ჩემო გიორგი. წარე საიდან წამოვიდა ესე ვთქვათ უხეშად ვთქვათ პოპულარული სამეგრელოში. ძალიან კარგი კითხვაა. ცხარე, ესე მიწყებენ ხოლმე. ძალიან კარგი კითხვაა. მიდი მაშინ. ინდოეთი. რა ინდოეთი? ინდოეთი და მე დრო რამდენი მაქვს მოფიქრების. ეს ნახავში ჩავამატოთ, ეხლა რომ არ ძალიან მიიწოს. ეხლა საქმე. საიდან არის? წარეო, საიდან წამოვიდა? დაუ წეგან შენა. მე ვიცი ყველაფერი. საიდან წამოვიდა ჩემო გიორგი და მალარია თუ გაგიგია ეს დაავადება რომელიც იყო ძირითადად კოლხეთის დაბლობს დღეს ჩვენ რო ვეძახით კოლხეთის დაბლობს აი მაქიდან მანდ იყო მოდებული და გავრცელებული იმიტომ რომ ტენიანობა უფრო მაღალი იყო და ნესტს რო ვეძახით ჩვენ ეს თემა და მაგ პერიოდში მარტივად ავადდებოდა ადამიანი რა და მე როგორც ვიცი კიდევ ერთხელ ვიგონებით მაშინ თურმე დააკვირდნენ ბრძენი მეგრელები, ახლა ჩვენ სამი ხო ვართ ბრძენები, თანამედროვეობის სამი ბრძენი მეგრელი აგერ დგავართ და სხვა თუ არაფერი და ბრძენი მეგრელი მე ამინახავს შე, ყველა ბრძენია. არა, მაგაში გეტყვი 100%. ხო და ორი ბრძენი მეგრელი და ერთი სუშეფი. ერთი ანცისე. ბლენდერავი. ხო და მაშინ უთქვამთ და მაშინ შეიმუშავეს ის რომ ცოტა დაბალზე გავუკეთოთ. მაშინ შეიმუშავებიათ ის რომ თურმე კლავს იმ ბაქტერიებს, რასაც ის მალარია და ის დაავადებას ებრძვის წიწაკის, მწვანე წიწაკის, აი დაღერღილი წიწაკის და მე იქიდან მე რაღაცა სონელები მოიგონეს, ეთყობა რაღაცები მოიგონეს და მაქიდან წამოვიდა ეს აჯიკა და სიმწარე. ამის ჭკვიანი ხალხი ვართ მეგრელები. ხო, ეგ მაგაში გეთანხმდა. ეხლა ჩემო ბატონო აჯიკა, აჯიკა მაგარი რაღაცა არის. აი ეხლა სუნელები ჩავაყრებიოთ გიორგის რა რო აცნობს, რო არეცნობს. ყველა ჩასაყრავს. თან მე ვილაპარაკებ რას აკეთებ. მოდი გიო იქით ისა ლუკა მიდი და შეთან მოვიდე. ლამაზად ჩავყვი რა. ეს ყვითელი ყვავილი რომელიც საკმაოდ ჩაკდა. ყვითელი. არა უშო. ასე. ის არის ის ხის ყოფზე. მაცდი. ჩახიორი. მოკლედ, ყვითელი ყვავილი რომელიც საკმაოდ ბლომად სჭირდება. აჰა. ყვითელი ყვავილიც გაუკეთეთ დაახლოებით 2 სუფრის ყოფზე. ბატონო. შემდეგი, ხმელი კინძი. მე ხო არ გამაგზავნე. სუშე. არა იყოს, მე რო ვათქოს არა, ხარია იყოს. მე არ გამიკეთებია რო ვათქოს. მე ხმელი კინძიც დაახლოებით მაგრაოდენობის 2 სუფრის ყოფზით დაახლოებით ეგრე. ყველა ჩავყარო? კი, ყველა ჩაყარე. კინძია ეგ. კი ბატონო. ბატონო. მე უცხო სუნელი. აი ეს უცხო სუნელი გააკეთე მეოთხე. ანუ ჩაის ყოფზი. ერთი ჩაის ყოფზი. მე ვიზარო. ევრი არ ჩამეყაროს, რომ ჩაის ყოფზი. მიდი გეტყვი მე, იმიტომ რომ კომბინირებულს ვაკეთებ კიდე ერთს. ცოტა მიატყი თითი, მიატყი. ასე? ო, კარგია. ოპა. კარგია. ბატონო. მიდი მოურიე თან, მოურიე არ გაჩერდე. და აი ეს არის კომბინირებული, ამას რასაც ყველაფერი აქვს რა. ხო და თან სიცხარეც აქვს, მეგრული. რამდენი ჩავყარ?
ხა ყველას ჩვენ კი გვიყვართ ჩვენ სამ ბძენ და ყველა ჩავყაროთ რა. მე ვერ გასინჯავენ ბიჭო. ის კაცი ვერ გასინჯავს, არა მეგრე ისი. ყველა გამჭირდა. აი ისი. ღირსიც არის, არა მეგრელობა. რამდენი ჩავყარო? ნახევარ ჩაყარი, ნახევარ. სტოპ მითხარით. კი, მიდი. მიდი. ჯერ ამოც ზარაბედნა მოვკვდი. ოპა. ხო, გაიგე. თუ რაღაცა მე დავამატოთ ტექსტი. ეხა მოურია გიორგი კაცი. ეხა მოურია ჩემო. მოდი რა მოურია რა, მე სერიოზული გამაკეთებინეთ რა. რამდენი ხანია რაც დაკავებული ხართ ამ საქმიანობით თქვენ ბატონო? მე ჩემო გიორგი მთელი ცხოვრება ყოველთვის მიყვარდა, აი რაც შეგნებული ცხოვრება აი მახსოვს, აი საიდანაც მახსოვს. ეხლა პატარა ისტორია მოგიღებით და საიდანაც მახსოვს ის არის რომ მიყვარს ყოველთვის კულინარიის თემა. თან ბაბუა ჩემიც მზარეული იყო. მეც ასე თუ ისე რაღაცებს მოყვარულ დონეზე ვაკეთებ, ჩემ მეგობრებსაც უყვართ. ზოგი კომენტარებშიც მეუბნება რომ ეს არ უნდა გაგეკეთებია, ეს უნდა გაგეკეთებია, ესეც აუცილებელია, ესეც საჭიროა, იმიტომ რომ რაღაცებს სწავლობთ ყოველთვის რჩევებით, რაღაცებს სწავლობთ ყოველთვის ერთმანეთის თანადგომით. შეფ. დროა უკვე რომ ჩავამატოთ ეს. ჩემი შემოქმედება. გიორგის შემოქმედება და მე ვიცი რომ რაღაცა უფრო სქელი იყო ხოლმე ადრე, ხო? ისა. ეხლა რაც არის ეს გავაკეთოთ. შენ თუ კიდე გაგისკელებთ ვერ არა, მე ვამბობ აი ისტორიულად რომ მოყვა, რაღაცა ხარჩო ადრე უფრო ის იყო მგონი, სქელი და გასკელდება, ვაცალოთ, გასკელდება. გეუბნები, კარგი ხარ, მაშინ. ეს გასკელდება აუცილებლად. რაღაცა წაიკითხა სანამ მოვიდე. ხა იმას მეუბნება ჩვენ. შეატყობდით ალბათ რომ ჭამა უყვარს გიორგის. ისე როგორც მეც არ მიყვარს. მოკლედ შეფ. ისე ლაპარაკობს რომ თითქოს ყოველ დღე რაღაცა იმას აკეთებს, კერძს აკეთებს რა, თან ხარ. შეხედე სისკე შეხედე წერა რო გეეჭვებოდა. წერა რო გეუბნებოდი რა, როგორ კერძს აკეთებს, იცი რა რაფია? არა, წერა როგორ თვითონ როგორ გაწვია, როგორ გაწვია ისეთ კერძს აკეთებს და კარბონარა, შმარბონარა, რა ვიცი, აი რა ისეთ რაღაცებს აკეთებს რომ როგორიც აწვია თქო რა, ხო? თქვენ აპლიკაცია და ტელეფონი. ეს გადავიტანე. მანამდე რას ვაკეთებთ? არა. მანამდე რას ვაკეთებ? რას ვაკეთებთ? კონიაკ? ოპა! მაგრამ კონიაკი მიდგას ჩვენ ისეთ ბოთლში. აქ შეიძლებოდა შენი რეკლამა ყოფილიყო, მაგრამ დაფიქდი. დანარჩენს ეხა ჩამოვასხა. აჰა. მეტი კი არ მინდა. გადმოვდგი ბატონო გიორგი, სუშეფ, გადმოვდგი ეს. ხო, ეს უნდა ვჭამოთ ხო ბოლოს? რა? არიჭმევა ძმაო, ბოლოს მე რასაც სინჯავის არაფერი ნამდვილი არა. გიორგის უნდა ეთქვა რომ ამას ხო შევჭამ. კი, გიორგი. მოდით ვიჯებო. აქ სუნებით რეალებს სასწაული. კი, ჩემო ძმაო, გელოდებით, აბა შენ ბძანე ხა, ხო გითხარი მე, შენ უნდა იყო დღეს თამადა, წამყვანი და ყველაფერი. კი ბატონო. მოდით, აი აქაურობას გაუმარჯოს. გაუმარჯოს. მეგობრებო, მართლაც ფილი გარემო. აი რაღაცა სიყვარულის ხალხი, მეგრელები, შეთაბოდი ძმაო. გაუმარჯოს აქაურობას რა. გაიხარე. ყოველთვის აი ეს თქვენი საყვარელი საქმიანობა გეკეთებინოთ და შედეგი გამოიღოს. გამომწერები იქნება, ლაიქები იქნება, კომენტარები თუ აქვე გამოიწერეთ და დაალაიქეთ ამ კაი კაცის გვერდი. გერაცვალეთ თქვენ საქმიანობას გაუმარჯოს და აქაურობასაც გაუმარჯოს. აქვე მინდა გითხრათ რომ გამოიწერეთ ამ მაგარი ბიჭების არხი სულ გუგუნი, რომელსაც აი მართლა რომ ხალისი და მთელი გულით აკეთებენ და გაუმარჯოს. ჩვენ გამომწერებს გაუმარჯოს. ერთობლივად ყველას. გაიხარეთ. აღვიმარჯოს. ბატონო, ისე როგორ თქვი? სუშე. ხომი ისეთ კონდიციაში მიდის ახლა ნელ-ნელა. ანუ ხელი არ გაგვიშვია მე და ლუკას რომ არ დაგწოდა რა. ასე რომ ისე ფითქინა არის შეხე რა ღელღილია ბიჭო რა ხელის მოყვანილი ჩემო გიორგი თქვენ არ გესწავლებათ ჩემგან შეფ ამას ეხა 1-5-10 წუთი ვაცალოთ ხო და აი იმის ხარჩოს თემა უკვე მოგვარებული იქნება ამასობაში ეხა სანამ ღომის იმას დაველოდებით სანამ ჩავზილავთ ჭადის თქვილით ერთი შეკითხვა მაქვს ხა თქვენთან. თქვენი გეგმები მითხარით ხა თქვენი სამომავლო და უახლოესი პერიოდის, იმიტომ რომ თქვენ ისეთ წარმატებული ბიჭები ხართ. დასავლეთ საქართველოსდან და აი საყვარელი რაიონიდან აბაშიდან რომ თქვენი რაღაც გეგმები, რაღაცები ისეთი რომელიც შეიძლება რომ გაგვანდოთ. აი გითხარით როლიქში მადლობა ასეთი შეფასებით. ექსკლუზივი ბადრის. ხო, ექსკლუზიურად სერბადრის გემოვნობა. რასაპირებს სულ გუგუნი. აქ გუგუნია სულ გუგუნი იქნება. აბა გისმენ. მოკლედ ახალი სეზონი იწყება, რა თქმა უნდა ტრადიციულად ჩვენც ვიქნებით.
ახალი სეზონიდან ახალი ძალებით მოკითხვა კაი ბიჭებს იქ და კი ბატონო ჩვენ საყვარელ მესამე ჯერ უნდა გავხდეთ ჩემპიონები. ისე არ მიდივართ. 2 წლის წინ იყავი ჩემპიონები. კი ბატონო. ბოლო სეზონზე უკვე ეხა ჩემპიონების რანგში კი ხარ. ბატონო. სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, რა ვიცი, ჯერჯერობით მივყვებით დინებას იმ საქმეს რაც მიყვარს და ნელ-ნელა რა ვიცი, ვფიქრობთ რომ გამოჩნდება რაღაცები, რომ არა. თქვენ რასაც ჩათვლით საჭიროდ ის თქვით. ნელ-ნელა გამოჩნდება რაღაცები, აი მაგალითად მე კულინარიაში მაგალითად ახალი ბლენდერი უნდა გამოვიშვან. ხელოვნ ბლენდერი. აი მაგის სახე უნდა გავხდე, ეგ არის ჩემი მიზანი. აი ეს რაღაცა ჩემი სურათი რო ახატია. ესე რო ვაკეთებ, ხო, თავარი მიზანი ეგ არის რომ მესამე ჩემპიონობაც გვინდა რა. კი. იმიტომ რომ ეს საქმე უნდა ვთქვა რომ სამ კაცს გვეკუთვნის რა. მე და ლუკა არა ვართ მარტო ამ ამბავში, ნუ ყოველ შემთხვევაში რამდენიმე სეზონი არის, მე და ლუკა ვართ მარტო, მაგრამ სანდრო ესაკია არის ესეთი ადამიანი, აბაშელი ბიჭი, კარგი ბიჭი, რომელთან ერთადაც დავიწყეთ ეს ყველაფერი რა. ამიტომ 1,100 მე მაქვს სახში როგორც წერან აღნიშნა ლუკამ, 1,100 სანდროს აქვს და ახლა ლუკას უნდა 1,100. ლუკას შეგეღობილა და 1,100 მომეცით. ახლა შეფიკაცია გასლამარაკო ბიჭო. ამიტომ ლუკა ვიდარდოს აწის მოვიგებსო არ სანდროს მოვიკითხავთ დიდი სიყვარულით და სანდრო მოკითხვა ჩვენგან. ჩვენს გეგმებზე კიდევ რა ვიცი, აი დღის წესრიგი გვაჩვენებს ჩვენს გეგმებს. მაგრამ აი შეფობაზე ვიწევ მე მგონი ისევითი საქმე. მოდი აი წეგახო როგორ თქვი? აი გამახსენდა ჩემი შუტკა. პატარა ძაღლი არის აქ და მუს ვერ აკადრებ რა ესე იქცევა. აუდა მე მგონი თან გიოს ვეუნე მე მგონი დედრობითია მეთქი. აბა ესო მამრობითი. აბა ეს მამრობითი როგორ დაიყოს? არ მოუხდება. ჩემს ვერ აკადრებო ისეთია. მოკლედ ჩემო ძვირფასებო ეხა მარილის მოყლის ესა გვაქვს ცერემონია. კი බატონო. ესე გავაკეთებ ეხა მე ერთ ორ მიყრას გავაკეთებ და მე ორ გასროლას გავაკეთებ. აგერ ჩემი მეზობელი. აგერ ჩემი მეგობარი ჩამერთო მართალია. კი ბატონო. ორ გასროლას გავაკეთებ. ესე არა. აჰა. ეს ერთი შეხე ტყვიაში ვაჟი შეხე. აუ მეც გავაკეთებინე რა. მოდი ჩემო ძმა. ანუ ეს უნდა აღვნიშნო. ესე არა. შენ მეგრელი არ ხარ ცოტა გაიწევი. ანუ ესე არა და გვერდულად. ოპა, ეგ არის. ერთ კიდე მიდი. მაგას უნდა დაახლოებით 1.9 გასულა. კი, აღარ გამომივიდეს და მიდი, არა უშავს 10. ოპა, კაი, კიდე ერთი. უნდა ამდენი? კი, უნდა, მიდი, ახლა ლუკას ვაცალოთ. აჰა. აი. აჰა, ეს. აჰა. ეგა. და ანუ რა ყველა დეტალში უნდა იყოს ჩართული. მეგრელია მე რას ვაშ გამომაპარებს. მე რო არ მომეწონოს იტყვის რომ აი შენ ხო იყავი ჩართული მათ ყველაფერში. შენ რატო არ გააკეთე უკეთესადო. როგორ მოურიო ვითხარი. ასე. აა მე მიყურე. აი, როგორ უნდა მოურიო, იცი გიო? მოკიდე ხელი, აქ მომიდე. გიო, იცი როგორ უნდა მოურიო? ასე მოკიდე? ვითომ კვეთს წვალ. всё. ვითომ კვეთს წვალ. ხო იცი? და გან გაწვალ კვეთს. ხრუკავს. არა, რაც იცის, მო. დაბლენდერება იცის? ხახვის დაჭრა. კი, ხახვის დაჭრა. მორევა, ეს სამი არის მნიშვნელოვანი. დაბლენდერება, მორევა. ერთი ბოლო ამოსულა. გას მასე ემატება? არ ვიცი. აი როგორ აიცი? წნევარი შეიძლება იყოს დაბალი, შეიძლება იყოს მაღალი. გაზადება შეიძლება გავაკეთე. შეხედე ბოლო ამოსუნხა შეხედე რა არის უყურე? ეხა 1 2 და შეხე. აჰა. ოპა. და თუხტუხებს. მოჩა. აქ მოჩო. ამას ვთიშავთ. ანუ გაზი ითიშება. ხო. მოიცოდე. კი ბატონო. მოიხაჩა ჩვენი ეგ ხომი უკვე აღარ მანდეს რა, ხომი სამოსელო. ამას ვიგანდობთ ნამდვილად მე და ლუკა ნამდვილად ვერ განავთებ. როიცოდე. მოდი უყური ამას. ხო. როიცოდე მაინც და რო ისწავლე. ხელი გადაცემა ვცდილობ რომ აი ეს არ გავაკეთო. აი თმის გამოჩენის ამბავში. აი ეს კადრი არ მინდა რომ იყოს რა. იყოს, ეგეც კარია. იყოს, მიდი ლუკა, მიდი. აი როგორ ხუმდობს თვითონ თავის თვაზე. რა არის დასამალი და გუშინ ჩაუჯექი გუგლიში. რა ჩაუჯექი. ეგ ხომის იმაზე ყოფილა რაღაცა მეგრული ტრადიციები, აი როგორ დუხს მაგის მიხედვით რა, ნუ
თუ მაგრად დუხს უფრო რაღაცა კარგი წელი მოვაო თუ რაღაცა მაგა ეგ იცოდით შეფერდო თქვენ არ იცოდით აი გეუბნები რა მომზადებული მოვიდა კი მე თურმე ის რა ქვია ყვითელი და თეთრი ღომი პატივის საცემა თუ ადამიანს მეგრელებს უნდა და პატივი რო ეცა თუ ადამიანს გასაკუთრებული სტუმარი რომ მოდიოდაო თეთრ ღომს ახვედრებდნენო რა მე თუ დამჭირდებათ აგერა ეს ინფორმაცია კაცი გულია რა ანუ ესე იგი თუ არასასურველი სტუმარი მოდიოდა ოჯახში ხო ყვითელი ისეთი რა შენ რომ მოხვალ ჩემთან ყვითელს გაგიკეთე ოპა ბრავო რა გეუბნები რა ოღონ ნამეტანი შორიდან არ გაიწყოთ და მე გადმოვაქ შუიდან და გასაგები აჰა ყველა კეთში ორივე კეთში თავისი წვლილი შეიტანა და რამე რა მოგეწოდება ვაბრალებ ამას რა შენი რა ვიგე მეგრელი კაცი რო ჩაზილავს ხომს მაშინ ამბობენ ხოლმე დოჩუნდას ხო იცი კი რაც უფრო დიდხანს ჩერდება ზოგადად ანუ ამ შემთხვევაში დაბალი ის დავტოვეთ რა უფრო დოჩუნდება რაც უფრო დიდხანს დატოვებ ვით უფრო გემრიელ მე პირადად ბოლო თემში მიყვაც ხო ანუ ელაჩი სხვა გემოაქვს მაგას ფათაშოც წარმოიდგინე ხა ელაჩი მე რა გემოაქვს წარმოიდგინე თელ ქვაბს ხო ესე იმაშვები წელა თელ ქვაბს ხო უსოფ იმას ჩოგანს ხის ჯოჯოს ხო და აი ბოლოსკენ კედელს კედელი რასაც იტოვებს ოღონ მე გეუბნები აი სტანდარტულ ღომის ჯოჯოს რა ხა ეს თანამედროვე თემებში ვარ ჩვენ მაგრამ რომელიც იმ ქართული ჩიპსი და მეგრული ჩიპსი ვიცი რა ქვია ნახვაცა ძარმაგარი კერკი ნახვაცა აი ეგა აი ეგრო იტოვებს ელარჯის იმას რა ქვია ელარჯის ნახვაცა არის ზღაპარი რისი ლეისი რა იყო და რისი ისტოსი დოსტოსი დომისტოსი რა დონიტოსი და რაშტოსი რა ეს არის ზღაპარი. კი, ნახვაცა. ელარჯის ნახვაცა არის, აი ზღაპარი და აი ბოლოს რო ამოუსოფ ესე გემრიალად სველი იმას ჩოგანელო. დადებთებში. აი ეგ არის ისა. ნამდვილი. ეგ კლასიკა. მოიცოდე, ოღონ დიდხანს დაჩუნებული ღომის. და მეგრელებს და სამეგრელოში არის ეგეთი წესი და ეგეთი ეს ანუ წინაპრებიდან გადმოსული რომ აი ეს კარგად უკვე დაჩუნდება როგორც იტყვი. აი ეს იმ კონდიციამდე რომ მივა უკვე მზად არის, აი ესე ბოლო ამოსმას, ესე ამოვლებას რო გააკეთებ ჩოგანს, აი ესე შუაში უნდა დააყენო, თუ გაჩერდება ერთი, კი არა, უეჭველი უნდა გაჩერდეს. თუ გაჩერდება ჩათვალე ღომი მზად არის. ეხლა აქ რო ამოუსვა და ასე ჩაარჭო შუაში არ გაჩერდება რა, შანსი არ არსებობს მაგის. სანამ დაჩუნდება, მანამდე რას ვაკეთებთ? გაიხსნა ამათ, გაიხსნა. კი ბატონო. არდალიო. 15 წელი არ დაულევია გიორგისა. 15 ზუსტ 4 წელი. რაღა გავაკეთოთ. მომი დაჩუნდა. კი ბატონო. ეხა ბოლო ამოვლება ისა ამოსმა გავაკეთოთ. მოდი აბა გიო. კი, ესე ჩაარჭე და უნდა გაჩერდეს. მიდი. ო. აჰა, გაჩარე, დაჩუნებულია. ბრავო. კაცმაო, ეს არის ლუკას შემოქმედება და გიორგის ისა ლოცვაკურთხევა. სამწუხაროდ ეხა სამეგრელოდან არა მაქვს ის ყველი ჩამოტანილი. რაც უნდა იყოს ნამდვილი შებოლილი. აი ისევ ჭამოთ რომ თითქოს სამეგრელოდან არის. ხო, ისევ ჭამოთ რომ სხვა გზა არ არის. კი ბატონო. ჩოგანს დავასვენებ ეხა მე. კი ბატონო. ზევია ჩემს ეძგა ხოლმე ყოველთვის ღრმა ისა რა ქვია თებში. და იმაში. ხვიპია. ხო, ეგრეა. ეგრე. ხვიპია სენი. აი ესა ხომი გიორგი. ეს არის ღომი ჩემო გიორგი. ეხლა უკვე ვცნობ. აი ეს უნდა კონდეს ერთი ჩაკეცვა რა. ხო. გოიცი ვიცი კი. ეხა ჩემო ძმაო შენი ნახები ხარჩო, ჩემი აზრით კამერებიდანაც გეგუობენ გემოს სუნს, აი ძალიან სუნი ერთია და გემო რა იცი ჯერ არ დაგიფრთხილე. ბიჭო ისეთი ანომალია ეს ცუდი რატომ უნდა იყოს გიო რას ლაპარაკობ. ხომს აუხდება? შებოლილი ყველი, სულ კი ბატონო. ვაჰ, შენ გენაცო. მადლობა. კიო ჩარჯ. მოიცა. მეც გადავიდე ვაკეთე. მიდი. საიდან ჩავარჯო? სადაც გინდა, თავია დაიფაროს. მოიცა? იო. აგერა ხომი ხარჩო სერბადრი გამოაჩინე? და ყველი ჩახარშული სერბადრისთან.
Молодец. აი ნახე ვიდეო აი რამხელა ხახვები გაჩვენი შეკები ეს ამაზია ხორციანბოს უმორი ნამხელა ხახვი. ჩემო ლუკა აბა წავიდა. პირველი ჩემო გიორგი პირველი ამანჭამა არა პირველი ლუკა უნდა გასცეს არა ისეთი კერძი არის ხუნობა იქნება. არა ხო არა ამას აუჭირდათ ხო ხუნობა. არაფერს არ ამოუჭრი არაფერს ხუნობა იქით იყოს გიორგი მე მგონი ძალიან კარგი კერძი გამოვივიდა დღეს და აბა მოდი სუფთა მეგრულად კი ბატონო ოჰო სკელი ღომით შეხე ზოგადად ხელით იჭმევა მაგრამ ასე ვიზა მიდი აბა გიო საჩამთხარე ის ყველი ყველი დიწყო შეხე დაუნებოსო შეხე არა ვიჭობა თქვენ დაგიჭოება გეცლი ედიოდი წუთი ჩაიხალ შებოდა აიცა შეხე იცი ძმაო გემონება აქვს რა ოჩახ გიორგი შეხე აჰა ეხა დაიწყე მე მგონი კაია გიორგი ხელია მე მგონი კაია ძალიან კაია მართლა კაი გამოვიდა კი ძალიან კაია ეს რო არ დაგებლენდერებია შენ ესე კი არ იქნებოდა ეგეც ძალიან მაგარია მეგობრებო აი რა ვიცი მოდი მე გავსინჯავ ეხა დაუჯეროთ ამ თქვენ მართლა კარგი გამოვიდა აჰა მე მეც ყოლის არ ვიცი არა მე მე არ გამიგეთები მე რო გამიგეთები ვიტყოდი არა პირიქით სულ როცა ყოფილი სასწაული გამოვიდა მართლა ძალიან მართლა კარგია ყველთან ერთად გავსინჯ და უნდა იცი? მაგრამ მე რა შემნიშნე იცი რა არის კარგი? წვრილად დაჭრილი ხახვი, რომელიც დაბრენდერებულ ის მე რა ქვია იმას? ნიგოზე. რა გავაკეთე? კიდე? ეგენი რო ვთქვა. რა სამგაკეთე? აი. ანუ გეუბნებით რამდენჯერაც მოუდია იმდენჯერ გემრიელია რა მოკლედ. ძალიან კაი. მინიმუმ. გგალეთ ბოშები. გაუმარჯოს ბოშები ჟარხის, გაუმარჯოს ჭკიმარხის. ხო ბატონო. გუგალეთ გურს. გაგიმარჯოთ თქვა არძოს. და ლაიქით გაგშეჭარით ჯგირორდან.